მუშაობთ იმისთვის, რომ ძველი წიგნადი ფონდი ამოვცვალოთ და გავაახლოთ. 8800 ლარი გვიდევს მერიის მიერ მოცემულ ბიუჯეტში და ყველანაირად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბევრი წიგნი შემოვიტანოთ ამ თანხით. ვუკავშირდებით გამომცემლობებს, თვითონ გამომცემლობები და როცა მოგვაქვს, რა თქმა უნდა, ისინი გვიკეთებენ შეღავაც, ფასდაკლებას გვიკეთებენ და უფრო მეტი რაოდენობით წიგნი შემოგვაქვს. მინდა მოუწოდო პედაგოგებს, მოუწოდო სკოლებს, რომ ბავშვები დააინტერესონ. ამ ბოლოს დაიწყო ექსკურსიები, ჩვენთან მოდიან ბავშვები, ნახულობენ ბიბლიოთეკას, ეცნობიან წიგნად ფონდს და მე მინდა რომ ეს სისტემატიური ხასიათი მიეცეს ამას და თვითონ დირექტორი, სკოლის დირექტორი იქნება თუ პედაგოგი იქნება, თვითონაც მოგვეხმარონ, რომ დავაინტერესოთ ბავშვები წიგნებით. 700-ლამდე წიგნი გვაქვს ახლა მიღებული ამ წუთში, დავამუშავეთ, გავაკეთეთ როგორც საჭირო იყო ისე და უკვე აი ხედავთ თაროზე განაწილებული არის სოფლების მიხედვით. ყველა სოფელს თავისი თარო აქვს, თავისი წიგნები ესე დალაგებული. და მე მინდა გითხრათ, რომ ბავშვებმა საბავშვო ლიტერატურა გვაქვს ძალიან კარგი. ახალი არაფერი არ არის თითქმის. ძველია, მაგრამ ისეთი კარგი გამოცემებია, ისეთი დაილუსტრირებულია, ისე კარგად, რომ არ შეიძლება თვითონ წიგნი რო დაინახავს ბავშვი, ის გეუბნება, რომ გადამშალე და წამიკითხეო. მასწავლებლებს მინდა გავაოცნო ეს, რომ უთხრან ბავშვებს დააინტერესონ და წაიკითხონ, მენანება ასეთი წიგნები წაუკითხავთ, რომ ელაგოს თაროზე.